პატარა დემეტრი ამ წუთას სიკვდილს ებრძვის. ბავშვი ახლა თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება. მას თავის ტვინის დაზიანება აქვს. ასევე აღარ უმუშავებს ერთი ფილტვი, რის გამოც ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან, რომ ბავშვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს. მხოლოდ წარმოიდგინეთ, კლინიკაში გატარებული ერთი დღის საფასური $2000. საიდან მოიტანოს ამ ხელათანხა უბედურმა ოჯახმა? დღეისთვის ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ თავად გადაიხადოს ზვირადღირებული მკურნალობის საფასური. დრო კი დემეტრეს ამჟამინდელ მდგომარეობაში ბევრს წყვეტს. ნუ მიატოვებთ ამანგელოს გასაჭირში, დაეხმარეთ. ჩვენ გარდა მას არავინ ჰყავს, მეგობრებო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.